ბევრი კითხვა მოდის შენი სურვილების ტრენინგზე, რომელსაც უამრავი გამოხმაურება ჰქონდა და საოცარი შედეგები დადეს გოგოებმა. ეს ტრენინგი უკვე რამოდენიმე წელია ტარდება შენს აკადემიაში და მინდა რომ დღეს დავსვათ და ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე, განვიხილოთ ეს შეკითხვები და რომ აგვიხსნა როგორ მუშაობს შენი ტრენინგი. ეს მართლა ეს იდეა იყო იმის მერი, როცა მე თვითონ ბევრი რაღაცა კითხვები მქონდა, როცა მე მინდოდა რა თქმა უნდა უფრო კარგი ცხოვრება და ვეძებდი ბევრ ტექნიკებს, სხვადასხვანაირი ტექნიკები მაინტერესებდა და წლების მანძილზე მოვაგროვა და ჩემ ცხოვრებაში მოდიოდა ძალიან ბევრი ცვლილებები, ძალიან საინტერესო ცვლილებები და მაგრამ იყო ცოტა ხაოტური რა, იმიტომ რომ ხან ახლა ყველაფერს უნდა სისტემა. ხო და მე მქონდა როგორ აი რაღაცას რომ ვიპოვიდი, გავაკეთებდი, შედეგი მქონდა. მე დაუშვოთ რაღაცა, მივატოვებდი სიტყვაზე, ხო? მე კიდე რაღაცას და იყო რაღაც ასე ნაბიჯ და მე ვიფიქრე რომ მეთქე ეხლა ეს ხო შეიძლება რომ რაღაცა საერთო მოვაგროვო ეს ტექნიკები და გამოვა რაღაც საინტერესო და რადგან ჩემთან მუშაობს, ესე იგი არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ეს გამოადგეს და ამიტომ დავიწყეთ ჩვენ 1-3 წლის უკან გავაკეთეთ ასეთი ტრენინგი, საახალწლოდ პირველად გავაკეთეთ, იმიტომ რომ ახალი წელი ესეთი პერიოდი, რომ ყველას ახლა უყვარს ეს სურვილების ჩაფიქრება, მაგრამ სურვილებსაც სჭირდება ზუსტად აი სწორად მიდგომა და ზოგჯერ ახლა კი ყველა ახლა რაღაცას ჩავიფიქრებ, მაგრამ შეიძლება რაღაცა აგისრულდება, რაღაც არ აგისრულდება, მაგრამ აი იმისათვის რომ 99% რომ აგისრულდეს, უკვე არის საჭირო რომ გქონდეს სისტემა. აი პირველი შეკითხვა სწორედ ახლა აქედან გამომდინარე, რა არის ისეთი, რაც იწვევს ამ სურვილების ასრულებას და რატომ არ სრულდება ჩვენი ჩაფიქრებული სურვილები? პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი რა მდგომარეობიდან შენ გაქვს ჩაფიქრებული ის სურვილი. მდგომარეობა შენი შინაგანი. შენ თუ უბრალოდ აი ვნახოთ, აი როგორც მკითხაობაზე რა. აი მოდი ახლა აბა ვნახოთ. შენ ახლა თუ მკითხაობ, არაფერი არ გამოგივა. შენ თუ იცი სისტემა, როგორც აი ტაროში, ხო, ჩვენთან ტარო აკადემიაში, თუ იცი სისტემა, მაშინ წაიკითხავ სწორედ. თუ არა გაქვს სისტემა, არის ქაოსი და ქაოსში არაფერი არ ხდება. მე აი საიდანაც მე დავიწყე, ხო? ამიტომ აქაც არის აი თუ დაუშვათ შენ იცი სწორედ, როგორ უნდა შეხვიდი იმ მდგომარეობაში. როდის რა დროს, როგორ უნდა თქვა, იქაც მნიშვნელოვანია, როგორ შენ დაწერ, თქვათ, ჩაიფიქრებ, რა ფორმით. ეგაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა შენ თუ ფიქრობ, რომ მე ღარები ვარ, მე ხა რა ფული მე უნდა მქონდეს, მაგრამ მოდი ჩავიფიქრო, ეხლა მე რო ხვალ გდილით გავიღვიძებ და მექნება $100,000, თქვა ან $1,000,000, ეს არის სისულელე. ანუ პირველ რიგში ესე იგი მუშაობს შენი შინაგანი მდგომარეობის შეცვლაზე, ხო? კი, აუცილებლად მაგაზე მუშაობთ. მე კიდე ეხლა უკვე აქ რადგან მე ეხლა კიდე მატრიცა, ჩემი მეორე ინსტრუმენტია და მატრიცაში ეხლა უკვე ეს მერე დავამუღამე, იმიტომ რომ არსებობს ბევრი პროგრამები, რომელიც ჩვენზე მუშაობს და ეს უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი, ყველამ უკვე იცის, რომ არსებობს საგვარეულო პროგრამები, არსებობს სულის პროგრამები, რომელიც ძალიან მოქმედებს აი ჩვენ სურვილებზე. აი ესეც დასკვნა გამოვიტანე, იმიტომ რომ და ამიტომ ჩემს ტრენინგებზე ამაზეც ვამახვილებ ყურადღებას. რა საინტერესო, ესე იგი მატრიცაც განიხილება ამ ტრენინგზე და თითოეული მონაწილე თავის მატრიცულ პროგრამებსაც ამუშავებს აქ. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვეძებთ, ანუ ხო არის ბულის კარმა და არსებობს კიდე მატერიალური კარმა საგვარეულოს, რომელიც ძალიან მოქმედებს ადამიანზე და თუ შენ ახლა ეს პროგრამა არა გაქვს დამუშავებული, თუ შენ თუნდაც არ იცი რა პროგრამა არის, შენ შეგიძლია აი რა ვიცი მე რამდენიც გინდა ჩაიფიქრო, არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ეს პროგრამა მაინც ამოყობს თავს, რატო? იმიტომ რომ შენ კი
გინდა დაუშვათ ეხლა რომ გქონდეს შენ შემოსავალი სიტყვას ამაზე გავჩერდით ხო მაგრამ შენ ნაკლებობის პროგრამა მუშაობს ეს მოდის საგვარეულოდან ეს შეიძლება შენი ვაფშე არ არის ეს არის დედა შენის მამა შენის ბებია შენის ბაბუა შენის შენი არ არის და შენ ახლა ამას შენს თავს არ აძლევ უფლებას შენ გონია რომ შენ თავს არ აძლევ უფლებას ამ დროს ის ზის ეგ დედა შენი გვერდზე სიტყვაზე ან ბებია შენი გვერდზე და გვებია არა ფულისა შიშია რას ლაპარაკობ შვილო რა გინდა შენ ეს ფული არასოდეს არ გქონდა ფული და ეხლა რაღაც გვინდა ჩვენ რომ ისე რა და აი ეს არის პროგრამები რა ნაკლებობის და ადამიანის ფიქრობს რომ არა მე მინდა მაგრამ მაინც შიში აქვს აი საიდან არის ეს შიში აი ზუსტად როცა ამას მე მაგისტრის ვაძლევ რა თქმა უნდა ჩემი კურსი არის ყველა აგებული მედიტაციებზე იმიტომ რომ მედიტაციები არის ყველაზე მაგარი ინსტრუმენტი რომელიც მუშაობს ქვეცნობიერზე იმიტომ რომ მე რომ წერენ ხოლმე აი რიტუალები თუ იცით რამე და რიტუალები ნამდვილად მე არა ვარ მაგის მომხრე რიტუალი მე სულ მაგას ჩემი ყველაზე მაგარი რიტუალი არის მედიტაცია იმიტომ რომ მედიტაციაში მიდის ქვეცნობიერთან მუშაობა ამ დროს ყველაფერი და პლუს კიდე წარმოდგენა ანუ ვიზუალიზაციას წოდებული და ერთად კომპლექსში ეს ძალიან მაგრად მუშაობს რა აი რა დრო ჭირდება დაახლოებით რომ აი მოვიდა ვიღაცა უცხო ადამიანი რომელსაც არც მედიტაცია იცის მისთვის ეს ყველაფერი უცხოა და აი რა პერიოდი არის საჭირო იმისთვის რომ შეიცვალოს მისი მდგომარეობა და შეცვალა გადაპროგრამირდეს ასე ვთქვათ ნუ ეხლა ჩვენთან არიან გოგოები ნუ ძალიან ბევრი არიან ჩემი მოსწავლეები ჩვენთან მოდიან და ისინი რა თქმა უნდა ჩვენ მედიტაციებით ვსწავლობთ ტაროსაც და მატრიცასაც მატრიცას კურსიც ვინც არიან რა არკანების აღქმა უფრო ადვილია და ტრენინგებზე რა თქმა უნდა ისინი რა ვინც მომყვებიან ისინი არიან და ამაგათ უფრო უადვილდებათ მაგრამ არიან გოგოები მართლა ნულიდან მოსულები საერთოდ ცხოვრებაში არ გაუკეთებიათ მედიტაცია და უკვე აი ეგრევე ეწყება რაღაცა შედეგი ეხლა ნახეთ ჩვენ ველოდებით რომ შედეგი მოხდეს, ანუ გლობალური, ეგრევე რა. ეგრე არ ხდება. მე ვასწავლე იმას, რომ იგი ელემენტარული შენ რო ყვავილს დაუშვათ, რომ ჩანერგავ, ან თქვა თესლს რო ჩადებ, არ არის საჭირო ყოველწუთი ამოთხარო, აბა გაიზარდე თუ არა. ამას დრო ჭირდება, მით უმეტეს ახლა ჩვენ ახლა კი სამყარომ შეისმინა, მაგრამ დედამიწამდე სამ ჩამონო დროს ჭირდება რა. მაგრამ აუცილებელი არ არის რომ ეგრევე გლობალური ყველაფერი იწყება წრიულ მანებიდან და აი ზუსტად რომ ამის ეხლაც ამ წუთში ჩვენ რო ამ ვიდეოს წერთ და საუბრობთ ეხლა ჩემთან მიმდინარეობს ტრენინგი და იყო გამოხმაურება გოგოსი რომელიც საერთოდ პირველად მოხდა აი ეგეთ რა ტრენინგზე და ეგეთ საერთოდ სიტუაციაში და მან თქვა რომ მე ცხოვრება აი ვერავინ ვერ მცნობს ჯერ 2 კვირა მიმდინარეობს ჩვენი ტრენინგი და ვერ ცნობენ ჩემი ახლობლები იმიტომ რომ ელემენტარული პირველად დავიწყე მე აი პომადის გამოყენება თუნდაც რა არასოდეს არ გამომიყენე პირველად გავიპრანჭე პირველად რო გავედი უკვე შეიცვალა ჩემი გარემოც, ანუ ხალხი სხვანაირად მიყურებს, მამაკაცები სხვანაირად მიყურებს. რატო? იმიტომ რომ შინაგანი მდგომარეობა უკვე ჩვენ შევცვალეთ, უკვე ადამიანებს მოუნდა ის რაც არ უნდოდა, კიდევაც ქმედება, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია მილიონი მედიტაცია გააკეთო, შენ თუ ქმედებაც არ გააკეთე, მაგრამ ეს ქმედებაც საიდან გინდება, ძალით კი არა. შენ უნდა გინდოდეს, საიდან გინდა, ანუ შენი შინაგანი მდგომარეობიდან, რომელიც უკვე მოვაწესრიგეთ ჩვენ, ხო? იქიდან უკვე ადამიანს აი პატარა რაღაცები, მაგრამ უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, არიან უკვე ჩვენ საერთოდ 21 დღე ტარდება ჩვენი ტრენინგები და ეს ყველაზე კარგი მისაღები პერიოდი არის. ნუ რა თქმა უნდა, მერეც აგრძელებენ ახლა ამაზე ეს არ არის, რომ შენ ახლა რაღაცა გააკეთე და მორჩა. არა, ეს უკვე უნდა გახდეს შენი ცხოვრების წესი. სისტემატურად, კი, აბა რა თქმა უნდა და უკვე ჩვენ ახლა ვდებ საფუძველს და მე უკვე ნელ-ნელა ყვავილი თავისეთი ბურჭყნება, იმიტომ რომ შენ უკვე იცი როგორ და თუნდაც ახლა ის სისტემა როგორ უნდა დავწეროთ ეს სურვილები, ხო? კი, მდგომარეობაში ხარ,
მაგრამ მე როგორ უნდა დავწერო, ეგოც ხო მნიშვნელოვანი არის, ხო? ამაზეც რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ, ვასწავლი როგორ ანაირად უნდა დაიწეროს. ეს ყველაფერი პლუს აუცილებლად არის მადლიერების ტექნიკები, ახლა იქ სხვადასხვა ტექნიკები, საიდუმლო ტექნიკები გაგშენი. ხო, საიდუმლო ტექნიკებიც არსებობს და რა თქმა უნდა, მე არის შედეგი. შედეგი აქვს ყველას, აბსოლუტურად ყველას. უბრალოდ ხო გეუბნებით, რომ არის ზოგი გააჩნია ახლა რაღაცები ჩაიფიქრეს და ნუ ამასაც სჭირდება ბევრი, ნუ როგორ გითხრათ ახლა შემიძლია მოვყვეთ, აი დავუშვათ ახლა ჩემი ახლა თქვათ სიტუაცია არის ჩემი ბინის. ეგაც ახლა ამას მე ყველას ვუყვები, რომ ეს ნუ ბევრი რაღაცები მაქვს მომხდარი, ჩემ ცხოვრებაში ბევრი რაღაცები, მაგრამ ახლა უბრალოდ აი ამ ბინის თემაზე მინდოდა ბინა, ვიცოდე კონკრეტულად რა ბინა მინდა, რა იქნება იმ ბინაში, მაგრამ აი იმ ჩამოყალიბებაზეც დამჭირდა დრო, მე მჭირდება ქმედება, ანუ მე დავიწყე რა თქმა უნდა ჯერ საიტებზე ძებნა ასეთი ბინის იმ კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ ქალაქში, ნუ მე თბილისში მინდოდა, აი ვერ პოულობდი, იმიტომ რომ არ ვიყავი ჩამოყალიბებული. მე მინდა ვიყიდო თქვა მშენებარი, თუ მშენებარის ვაფშე არც ვიხილავდი. მინდოდა აი გამზადებული რაღაცა. მე ქმედება იყო რომ მე ვნახულობდი სხვადასხვა ბინებს, ხო, მაგრამ ვაკეთებდი მედიტაციას, ვიზუალიზაციას, იმ ჩემს უკვე წარმოდგენას, თქვათ, იქ რო უკვე ვცხოვრობ, ხო, ერთ-ერთი ტექნიკა და გავიდა დრო და როცა უკვე მთლიანად ეს ჩემი ყველა ტექნიკა გამოვიყენე და ჩამოვყალიბდე, მეორე მესამე დღეს მოხდა სასწაული და ჩამიგდეს ბინა ზუსტად როგორიც მე მინდოდა. აი ოდიდო ყველაფერი აბსოლუტურად როგორიც მე მინდოდა და იმის კიდე მქონდა მეორე დაბრკოლება, რომ არ მქონდა პირველი შესატანი, და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქაც გამოვიყენე ეს ჩვენი ტექნიკები, რასაც ახლა მე ყველას, ნუ რა თქმა უნდა, ჩემ ტრენინგზე ვუზიარებ და სასწაული მოხდა, რომ დამერეკეს და მითხრეს, რომ ანუ იმ ხელაფას დაკლება გამიკეთეს იმ კომპანიაში, თუმცა არც მიცნობდნენ მაინც და მაინც ახლა ვინა ვარ და რა ვარ, ახლა არანაირი ისეთი, ახლა კი და გამიკეთეს ფას დაკლება ისეთი, რომ ზუსტად ეს პირველი შესატანი საერთოდ არ იყო საჭირო და ანუ იმ ადგილას, სადაც მე მინდოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მე მინდა და ჩემი პირველი შესატანის გარეშე. და ეს ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ კონდეს კონკრეტულად ჩამოყალიბებული შენი სურვილი. არა რაღაცა გარედან მოხვეული, მე ვიცი, რომ ამასაც განიხილავთ ტრენინგებზე. და ამაზეც აქტიურად მუშაობთ, რომ ეს იყოს კონკრეტულად შენი სურვილი და არა, თქვათ, ვიღაცის და გარედან თავს მოხვეული, გინდათ რეკლამებით, გინდათ იმით, ისეთ სამყაროში ვართ ახლა ჩვენ, რომ ჩვენზე ბევრი რამე მოქმედებს. ამას ასუფთავებთ ტრენინგზე. კი, იმიტომ რომ არის იქაც ხა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ისეთ ტექნიკებს, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მე გავიგო მე რა მინდა და არა დედა ჩემს, მამა ჩემს, ჩემ ძმას, ჩემ დაქალებს, სოციუმს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შეიძლება აი ყველასთვის მისი სიმდიდრე ზის მასში და შეიძლება მე სულ მაგას ვიზახე, შეიძლება თქვათ, ეხლა აი მე და შენ თქვათ გვინდა მანქანა სიტყვაზე, ხო, ან სახლი თუნდაც, ხო? ორივეს გვინდა სახლი, მანქანა, მაგრამ შენ შეიძლება გინდა ყვითელი და თქვათ ახლა სედანი, მე მინდა თქვათ შეიძლება რა ვიცი, ნაცრისფერი და ჯიპი სიტყვაზე, ხო? ორივეს გვინდა მანქანა, მაგრამ ეს ახლა საიდან არის? ხო? შენ რატო გინდა ეს ჯიპი? მე მაგალითად ვიცი რატო მინდოდა ეს ჯიპი, ჩემი ჯიპი რო შევიძინე, რომ დავდიოდი ჩემი პატარა მანქანა იყო, ნუ არც ისეთი პატარა და ტრასაზე რომ მივდიოდი ხოლმე და ეს ჯიპები ყოველთვის რო უკან რო გისიგნალებენ, რომ გამატარე, მეთქი თქვენ ნახათ რას გიზავთ, თქვენ მე თუ არ დავჯდები ჯიპზე, აი მიყურეთ და მაშინ ნამდვილად არანაირი საშუალება არ მქონდა და ცხოვრებაშიც არ მიფიქრია, რომ დაუშვათ მე მაგას გამოვიყვან სალონიდან, მაგრამ უბრალოდ მე რო შევედი იმ მდგომარეობაში, იმ ხალის, რომ მე მაქვს უფლება, მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას, რომ გქონდეს შენ ჯიპი, ის ვაფშე დავიწყებული მქონდა, ის ტრასას თემა ეს მე გამახსენდა. მაგრამ მე მაშინ გავუშვე ეს, ხო, უკვე და ნუ არის კიდე როგორი თემა ახლა მაგალითად ჩემს ტვინს უნდა ახსნა, იმიტომ რომ ტვინი ჩვენ ტვინს გვიჭამს რა. აქ რო ტვინი ჩაერთო, მორჩა, აი ამაზეც ვასწავლე ზუსტად როგორ უნდა გათიშო ეს ტვინი.
ჩვენთვის ტრენინგზე და როცა აი ეს რო აუხსენი, გავთიშე, მოხდა ისე რომ თითქოს რაღაცა ძალა მომკიდა ხელი, მიმიყვანა სალონში, მეთქი მოდი წავალ გავიგო, ვაფშე საერთოდ შემიძლია, მაგ მე მაგის ისა, იმიტომ რომ ქმედება კიდე, კი, ვაკეთებდი პრაქტიკებს კი რაღაცებს, მაგრამ ქმედებაც ხო, თუ შენ ახლა ზიხარ და ოცნებობ რომ მანქანა გინდა, ის არ მოვა შენთან თავისით, აჰა, მიყიდე. არა. ავდექი წავედი სალონში, ვკითხე რომ გოგოება ასე მე და იმაზე უკეთესი კიდე ამირჩიეს და აი გაოცებული ვიყავი რომ პირველ ცხოვრებაში გამოვიყვანე ჯიპი და ეს იყო სალონიდან. ანუ ორი რაღაცა ერთი სურვილი იყო, მეორე კიდე სამყარო ყოველთვის ჩვენ გვაძლევს იმაზე მეც ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ყოველთვის. მაგრამ უნდა გქონდეს აი ეს სისტემა რა, როგორ რანაირად და არის ეგ მომენტები, რომელიც უნდა დაანახო შენ სამყაროს, რომ ნამდვილად მზად ხარ რა. ამიტომ ჩვენ თავიდან გვაქვს ეს მოსამზადებელი პროცესი, სადაც ახლა რა თქმა უნდა ვუხსნი ყველაფერს, ან ჩემთან ახლა არის სრული მივყვები ყოველ დღე, ვოისები, როგორც ერთმა გოგომ მომწერა, რომ მარტო ერთი თქვენი ამ ვოისისთვის ღირდა, გადახდა იმ ფულის, რაც გადავიხადეო რა, სულ აღარაფერი არ თქვათო რა. იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი ვინც კი მყავს იქ, რომ ყველას, ну, აი მე საერთოდ ეგეთი მიდგომა მაქვს, მიყვარს მუშაობა სათითაოდ ყველასთან და ეს ჩემი მეცხრე ენერგია. მასე მუშაობს მატრიციდან და მიყვარს რა და ამიტომ ყოველ დილით ჩემი ვოისით იწყება შეხვედრა ჩემს მოსწავლეებთან და ვაძლევ ხა სრული მენტორობა არის შენი მხრიდან. კი, აუცილებლად მე არ არის კი ჩვენთან ახლა ძალიან კარგი პლატფორმა კი გვაქვს Get კურსი. ძალიან მაგარი პლატფორმა, იქ ჩვენ ვიდეოებს გვაქვს ჩაწერილი, მედიტაცია, ყველაფერი იქ არის, მაგრამ აი ჩემი მენტორობა არის აუცილებელი, ჩემი ენერგია მთლიანად იქ არის 24/7-ზე, როცა ტრენინგი არის, ვარ ჩემს უკვე მოსწავლეებთან. კი და გარდა ამისა კიდე გაქვს ასევე Skype-ში შეხვედრები, ხო? Skype-ში, ხო, იმაში, Telegram-ში, კი, ჩვენ Telegram-ში. კი, Zoom-ში უკაცრავად, Zoom-ში. ხო. Zoom-ში გვაქვს შეხვედრა აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაყოფილი რო გვაქვს, ან თავში გვაქვს და ბოლოში შეიძლება ზოგჯერ სამჯერაც გვაქვს. ნუ გააჩნიე ახლა რა თემებს. იგივე მუშაობს ურთიერთობასაც. იგივე მუშაობს, აი შეგვიძლია ჩვენ ახლა აი ურთიერთობებზე არის საინტერესო. შეიძლება რომ შენ ჩაიფიქრო სურვილი, რომელიც შენ არ გიკავშირდება და უკავშირდება სხვა ადამიანს. კი, ეს ძალიან ხშირი არის, როცა ჩვენ გვინდა, მაგრამ ნახეთ, აი ისევ რომ რიტუალებზე ხო ძალიან ბევრი მეუბნება, რომ აი შეგიძლია დამიბრუნო პარტნიორი, შეგიძლია რაღაცა გააუკეთო ისა. მე ეს არის არაეკოლოგიური ჩარევა. ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანზე ზეგავლენა მოვახდინოთ ეკოლოგიურად. ანუ როგორ დაუშვათ ახლა აი კარმული თემა რო ავიღოთ, ხო? იქ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, უბრალოდ ჩვენ მაგაში გავდივართ გაკვეთილებს, ხო? და თქვათ ახლა ეს პაუზები რო არის, შენ შეგიძლია ეკოლოგიურად გამოიყენო ეს პერიოდი იმისთვის, რომ დაეხმარო შენს პარტნიორს, მაგრამ როგორ? აი თუნდაც ისევ იმ პრაქტიკებით, ანუ მედიტაციებით, ანუ იქაც შენ ახლა მიდის გაერთიანება თქვენი სულების და შენ ამ სულიერად აძლევ მაგას სითბოს, სიყვარულს და ასე შემდეგ. ეგაც არის ანუ მოდი დავარქვათ მედიტაციები, რო თქვათ აღარ ვიძახო ახლა ეს ტექნიკები და რაღაცები, ხო? და ამით რა თქმა უნდა შენ შეგიძლია ვაძლევ მე ესე ტექნიკას, როცა აი თუნდაც ახლა როცა მადლიერებას რო წერდ რაღაც, აი სწორედ უნდა თქვა ეს მადლიერება, იმიტომ რომ ჩემთან ახლა უთქვიათ გოგოებს, რომ ღმერთო ამდენი წელი ვწერა მადლიერებაზე, არ ვიცოდი თუ იმასაც თურმე ნუ საჭიროა რომ დავწერო სწორედ, ეგაც არ ვიცოდე. იქაც ამასაც რა თქმა უნდა ვასწავლე და ანუ ამ მადლიერებით, ამ ტექნიკებით ხო არანაირ აი ეკოლოგიურად სუფთა შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა ვიმოქმედოთ პარტნიორზე, რომელთანაც გვაქვს კავშირი, ვიცით რომ იმასაც უყვარ ხარ ხო დაუშვათ, მაგრამ ნუ არის ეს პაუზა, რა თქმა ნუ რაც საჭიროა ეს პაუზა ხო?
აი მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ რომ დაუშვათ იმისი ფინანსური მდგომარეობა შეგვიძლია და შვილზეც შეგიძლია რომ აი თქვათ რომ ანუ ისე რბილად გააკეთო რომ იმოქმედო შვილზე რომ თქვათ გამოსწორდეს მისი ფინანსური მდგომარეობა სიტყვაზე ხო მხოლოდ ეკოლოგიურად ჩვენ აქ არ მუშაობ დაშორებაზე რომ თქვათ დედამთილი ვარ და არ მომწონს თქვათ ახლა მისი ან ჩემი რძალი ან რაღაც არა მასეთ რაღაცებს დაშორებებზე რამებს არა ეს ეხება მხოლოდ ისეთ ურთიერთობას სადაც არის სიყვარული მაგრამ თქვათ, იჩხუბეს, რაღაცა თქვათ მოხდა ისეთი და ანუ ამ დროს ენერგიას აძლევს შენს, ისეც ხა იღებს და უფრო ადვილად მე რიგდებიან ადამიანები და ან იმისი თქვათ ფინანსური მდგომარეობა რიგდება, თქვათ სამსახური არ აქვს, სამსახურსაც შეიძლება რომ თქვათ ისე იმოქმედო, რომ სამსახურიც ექნება მაგ ადამიანს რა. აი რა მაინტერესებს ეს ტრენინგები თავიდან იყო მხოლოდ საახალწლო სურვილები და აი ახალ წელს, იმიტომ რომ ეს არის ენერგეტიკა, ძლიერი და რაღაც. აი თქვათ არის კიდევ ესეთი პერიოდები წლის მანძილზე, რომ სხვა დროსაც გააკეთო თქვათ, სხვა დროსაც ტრენინგი იყოს და ჩაერთო. იყო კარგი კითხვა, იყო ძალიან ჩვენ თავიდან რამდენიმე წელი ვაკეთებთ მხოლოდ საახალწლოდ. ჯერ ეს ერთი დროც არ მქონდა იმის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ტაროს კურსები გავხსენით, მე მანარას კლასიკა, მე მანარა, მე მატრიცის კურსი და არ მქონდა ფიზიკურად დრო, იმიტომ რომ მე როგორც გითხარი, ამის ინდივიდუალურად მუშაობ ყველასთან და ამიტომ ეხლა უკვე ცოტა დრო გამომიჩნდა და არსებობს წელიწადში რამდენიმე პერიოდი, სადაც არიან ძალიან ეს ძლიერი პერიოდები რა და ზუსტად იმ 21 დღეში რომ ვეტევით და ამიტომ ძალიან ბევრმა მთხოვეს გამეორება და ძალიან ბევრი მწერს რომ აი კიდე როდეს გექნება, კიდე როგორ გექნება და ამიტომ ეხლა უკვე ვაკეთებთ ჩვენ ზამთარშიც, ეხლა იქნება აი მარტში ვინც ახლა ჩვენ საუბარს მოისმენს, კი ეცოდინებათ რომ აი ახლა მარტში იქნება ყველანაირი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ყველა ვიდეოს ქვეშ იდება ჩვენი დამხმარე ჯგუფი, მე მყავს ძალიან ძლიერი დამხმარე ჯგუფი, ტექნიკურადაც ყველანაირად გვაქვს აბსოლუტურად, ძალიან კარგი გუნდი მყავს, რომელიც პროფესიონალების გუნდი, რომელიც კურატორები, ყველანაირი დახმარება და ასე შემდეგ, იქ შეგვიძლიათ გაიგოთ როდის არის და იმიტომ რომ ყველა ინფორმაციას ვდებთ ჩვენ YouTube-ზე, ყველა სოციალებში აბსოლუტურად და ეხლა იქნება კიდე მე ზაფხულში. და აი ასე სამი თქვათ პერიოდში გავაკეთებ ხოლმე და მე თან ისეთი ტიპი ვარ რომ მე კიდე თუ რაღაცა ახალი ანუ არა ვარ მარტო თქვათ ეხლა ყველა ჩემი ტრენინგი მაინც არის რაღაცით განახლებული ყველა ვარიანტში ხო რაღაცას მაინც ვამატებ ხოლმე რა იმიტომ რომ მე სულ მიყვარს და თუ სადმე რამეს დავიჭერ ჯერ ჩემ თავზე ვიყენებ და მე უკვე მინდა რომ ეგრევე გავცე. აი თქვათ მე ვიყავი უკვე ერთხელ ზამთარში სურვილების ტრენინგზე, ბევრი რაღაცა ამიხდა, დიდი გეგმებიც მაქვს და ველოდები. კიდე მოვედი მე ახლა რაც გაქვს თქვათ ურთიერთობის და ფინანსების ტრენინგზე და აი კიდე რო იქნება ტრენინგი, იქაც რომ მოვიდე, ეს ჩემთვის კიდე უფრო კარგია თუ აღარ არის საჭირო თუ როგორ მუშაობს ეს? ის როგორი მომენტი არის, ახლა მე ხო გითხარი, მე ამას ვაკეთებ წლები, ხო? და წლები რო აკეთებ, ახლა აი სისტემატურად ეს არის როგორც მედიტაციები, ხო? რა თქმა, აი ლოცვა. შენ ხო არა ხარ დაუშვათ ახლა თუ დადიხარ ლოცვა და მედიტაცია ერთი პრინციპით მუშაობს რა აბსოლუტურად. ახლა შენ ხო თუ დაუშვათ ახლა ერთხელ წახვიდე და ილოცი და თქვა რაღაცა ღმერთმა გადმოგხედა და გაგიკეთე შენ რა всё მორჩა აღარ დადეხარ აღარ ლოცულობ სიტყვაზე. შენ ხო დაუშვათ ეს რო ბინა შეიძინე ახლა რემონტი გინდა სიტყვაზე ხო? დაუშვათ ახლა ახლა ეს უკვე სხვა თემა ლოცვას ახლა ისე შევადარე ცოტა ლაითად და მაგრამ თუმცა ხა არაფერი აქ ესეთი არ არის, მაგრამ ეხლა უკვე იგივეა, ხო? ხო, იმიტომ რომ შენ სთხოვ სამყაროს ღმერთს, შემოქმედს ხა ვისაც როგორ უძახეს დაუშვოთ, ხო? მაგრამ ძალა ერთი არის, რაღაცა ძალა, რომელსაც ჩვენ სუფთად, ეკოლოგიურად
თანამშრომლობთ, ასე რომ ვთქვათ და ის მერე უკან გვიბრუნებს იმას, რაც ანუ ეგეც არის ლოცვაც რა. შენ უნდა გჯეროდეს ღმერთის, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა შენ თუ გჯერა რომ ღმერთი შენსკენ არის და მე მაგაზე მაგ დაყრდნილი ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს არის ყველანაირი ჩემი ტექნიკაც, რაც არ უნდა იყოს, ეს არის ღმერთთან. იმიტომ რომ ის არის ყველაზე მთავარი ძალა. და რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ ახლა სხვა სახის ლოცვა გვაქვს, თქვათ ახლა ეს მედიტაცია დაუშვათ დავარქვათ, ხო? და რა თქმა უნდა, როცა შენ ახლა ლოცვას ხო ვერ შეწყვეტ, ხო? სიტყვაზე ყოველ დღე მაინც ახლა ადამიანები ვიცით ამიტომ ახლა თან მიდის განვითარებაც რაღაცა კიდე უფრო მეტი და კი, თავისთავად, აბა რა. პლუს კიდე ახლა ჩემთან ახლა სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ერთი და იგივე გოგოებიც კი მოდიან, რატო ახლა სულ არა, მაგრამ რამდენიმეს თქვა ისე სჭირდება თქვა დაუშვათ ან გამეორება ჭირდებათ, ხო? ან იციან რომ დამატებული რაღაცა მექნება ყველა ვარიანტში. და ამიტომ რა თქმა უნდა, თან მე აქ დავამატებდი, რომ აქ დიდ როლს თამაშობს შენი ენერგეტიკა. ეს ძლიერი ენერგეტიკა ამ სივრცეში როცა ხარ და ისედაც ადამიანს ყოველთვის ჭირდება, რომ ვიღაცამ გაუწიოს მენტორობა. კი, მე შეიძლება ეს მედიტაციები სახშიც ვაკეთო ჩემით რაღაცა, მაგრამ მაინც როდესაც არის თქვათ კოლექტივი, აი ჯგუფიც კარგი იკვრება, იქ ეგრეგორში ვართ, ეგრეგორში. ხო, აი ეს კი, ამასაც. ეგრეგორში ვართ კი და პლუს კიდე მე მაგ საერთოდ აი ესეთი ეს ჩემი აზრია, იმიტომ რომ კი შეგიძლია შენ თვითონაც ბევრი რამე ისწავლო, მაგრამ ყოველთვის უფრო იაფი გიჯდება, როცა შენ ნახულობ იმ ადამიანს, მენტორს, ვისაც ასწავლებელს, ვინც უკვე ეს გზა მაგას გამოვლი, მე კიდევაც ვიძახე. მე 20 წელი ლამის ახლა ამ თემებში ვარ და სულ ასე ცოტა რაღაცებს იმაშვიდე და ეხლა ბევრჯერ იყო ჩავარდნები, ბევრჯერ იყო ამოსვლები და ეხლა შენ გაძლევ მე ერთ თვეში იმას, რაც მე ვეძებდი თქვა 20 წელი, ხო? და ეხლა ეს რომ მთლიანად რომ მქონოდა მე 20 წლის წინ, დღეს ჩემი ცხოვრება უფრო სხვანაირი იქნებოდა. ეხლა შენ წარმოიდგინე, რა თქმა უნდა, შენზე არჩევანი. შენ შეიძლება თქვა, რომ ვამე ამდენ ფულს ვერ გადავიხდე, რაში ვერ გადაიხდე? შენს კაი ცხოვრებაში, იმაში, რომ რაღაცა შენ ცხოვრებაში შეიცვალოს, მაშინ მიდი ჩემსავე 20 წელიწადი, იარე, თან მე რაც მაქვს დახარჯული ფული, იმიტომ რომ მე ხო ტრენინგებზე დავდიოდე და აი აქედან დასკვნა გამოვიტანე, რომ აი აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, ვინც წაგიყვანს და ეხლა თუ სადმე მივდივარ ტრენინგზე, უკვე აი თუ ძალიან ძლიერი მენტორი არის, თუ ვიცი რომ მას შედეგი აქვს, რა თქმა უნდა, მარტო მე რო გითხრა რომ მე წიგნში წავიკითხე და მოიცადე მოგიყვე და თვითონ ეხლა ვცხოვრობ სადღაც იმაში და დანგრეულ სახლში და შენ ეხლა აქ ოქროს კოშკებს ეხლა გფირდები, ეს არა. უნდა იცოდე, შენც უნდა ხედავდე, ხო, იმ ადამიანის, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია დაუშვათ. კი, რომ ახლა რა შედეგი აქვს იმ ადამიანს დაუშვათ, ხო, ეს ერთი. მეორე კიდე, რადგან იმას ეს შედეგი აქვს და თან ახლა იცი შენ რა იყო და რა გახდა, ესე იგი დრო ხო დაჭირდა, ხო? აი ზუსტად ეს არის ეს მომენტი, რომ შენი გადასაწყვეტი არის აქ, შენ გინდა რომ კიდე აი ასე ამდენი თქვათ გზა ხო იოცნებო თუ დაუშვათ ენდო ადამიანს, რომელიც გულით, სულით ეხლა ნამდვილად და მე ისეთი ადამიანი ვარ, მე აი ნამდვილად აი არ მენანება, ჩემი ამოცანა არის ის, რომ მე თუ კარგად ვარ, მე მინდა რომ ჩემს გარშემო იყოს ისეთი ხალხი, ვინც ცხოვრობს კარგად, იმიტომ რომ მაშინ აი აქედან არის პოზიტივიც, აქედან არის აი სიკეთეც, აქედან არის სიყვარულიც და ყველაფერი აქედან არის და შენ არ შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო, რაც ჩვენ ყველას გვიყვარს, მე მინდა, აი რო გითხო რა, მე მინდა დავეხმარო და მე მინდა საჭირო ვიყო სხვებისთვის რითი. ჯერ შენ გახდე ეს ადამიანი, რომელიც ნამდვილად ეხლა იმ დონეზე არის მისული, რომ კარგად არის, ხო, შინაგანათაც, ყველანაირად, აი მე უკვე იმ სიუხვედან დაეხმარები, ეს იქნება შენი შვილი, ეს იქნება შენი ახლობელი, ეს იქნება შენი მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა ვის. მაგრამ პირველ რიგში შენი თავი უნდა მოაწესრიგო და მე ვიცი როგორ. დანარჩენი ეხლა უკვე შენი საქმეა, შენ ეხლა დაუშვათ ეხლა რომელი გზას გაივლი, ხო? შეგიძლია შენით ეძებო, მე ეს გავიარე
ჩემი თვეძები, მაგრამ მე ისეთ პერიოდში ვცხოვრობდი, როცა არ იყო ჯერ აი ასე ღიად, როგორც ეხლა რო არის, ხო? უნდა გეძება რაღაც, აი იმას მოусმინი, იმას მე ინტერნეტი გამოჩნდა, იქ რაღაცები და ასე შემდეგ და მაგრამ ან შეგიძლია აიღო უკვე გამზადებული თქვათ ეხლა პროდუქტი, გამოიყენო შენთვის სასარგებლოდ და შენს იქნება კარგად და შენი ახლობლებიც. აი ესეთი მიდგომა მაქვს მე. და ამიტომ მე ვადიჟებ სულ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, ნამდვილად ეხლა ძალიან ბევრი უკავშირს მაძლევენ და მე ძალიან მადლობელი ვარ გოგოებს, უეუბნები რომ პირველ რიგში მადლობას გიხდით იმაში, რომ თქვენ გაქვთ შედეგი. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის მთავარი, არა თქვენი თქვათ უბრალოდ ხა უფულოდ არ შეიძლება მუშაობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ენერგიის მიმოცვლა უნდა იყოს ყველა ვარიანტში და რა თქმა უნდა ეს აუცილებელი და შენ დანახა შენ თუ დაუშვო და გაცემა არ იცი შენ რას ელოდები სამყაროსგან, ხო? შენ ან დაუშვო შენ როგორ მოხდი სიტყვაზე ახლა დაუშვო ჩემს სივრცეში, ხო? შენ რაღაცას თხოვდი ღმერთს, ხო? და ღმერთს ახლა არ აქვს ხელები. ღმერთი გვიგზავნის ჩვენ ან ადამიანს, ან სიტუაციას, ან რამე წიგნს, ან ტრენინგს, ნუ რავი, რაღაცას გვიგზავნის. ეს უკვე შენი არის საქმე, შენ ამას აიღებ თუ არ სიტყვი. შეგიძლია თქვა, რომ არა, ეს ძვირია. ნუ იცი რა არის? ჩვენთან ყოველთვის მოდის აი ის თუ ძვირია შენთვის, ესე იგი შენ просто არ ახარ მზად რომ მიიღო. აი ეს არის რა. იმიტომ რომ მე ისე დროს ვიღებდი, როცა ნამდვილად არ მქონდა ფული. მაგრამ სულ ასწავლე აი ესეთ ლოცვას, შემოსწავლეს სამ სიტყვიანს. თუ რაღაცა თქვათ შენ დაინახე და აი გულში რაღაც დაიწყო ფართხალი, ხო? ესე იგი ეს შენია და ეს ღმერთისგან ნიშანი და თქვი რომ ვიღებ თანახმავარ მადლობა. всё. და ნამდვილად ღმერთი ყველანაირად შეგიწყობს ხელს, რომ ეს რაც შენ აი ესე რომ დაინახე, იყოს შენი. ამას არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს იქნება სწავლა, ეს იქნება რაღაცა ნიფტი, ეს იქნება რაღაცა თქვათ მნიშვნელოვანი რაღაცა კიდე. აი ეს სამი სიტყვა უნდა და არ თქვა, არ კრა ხელი და მე ღმერთი ამას ასე ხო გაძლევს და შენ რო იზრახე, არა ძვირია, არა უიმის რა ამბავია, უიმე ანუ შენ ესე კრავ ხელს, ხო? და აბა რანაირად ღმერთი სხვანაირად როგორ დაგეხმარო. იმიტომ რომ ხო გეუბნებით რომ შენ როცა აი ამ სამ სიტყვას ეუბნები, შენ როცა იღებ, შენ ეგრევე არ უარყოფ, ხო? მერე უკვე მეორე სტადია მოდის რომ ღმერთი გიწყობს ხელს და გაძლევს იმ თანხასაც რომ შენ ეს შეიძინო. და სხვათა შორის ჩემს კურსებზე უამრავი მაგალითი აი გოგოების და ბიჭების ვინც სწავლობენ ჩემთან ზუსტად ვინც ამას ეძახიან. ამას გამოვდნენ რომ აი რომ დავინახე და რომ ვთქვი რომ აი ამასთან მინდა ვისწავლო და ფული არ მქონდა, უცბად ვიღაცა ვალი დაუბრუნა, ან ვიღაცა მაჩუქა, ან ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, იმიტომ რომ შენ არ კარი ხელი. შენ მიიღე, შენ ღმერთმა მოგცა და ღმერთი ყოველთვის გააძლევს საუკეთესოს, ხო? და იმ შემთხვევაში ეს საუკეთესო იყო შენთვის.